სად მივდივართ, დავით? ავიდეთ ნახოთ ერთი-ორი საინტერესო ადგილი და შეიძლება გართობა. მოკლედ მეგობრებო, სოკარ ჯორჯია პეტროლიუმმა გადმოგცა თქვენთვის საჩუქრები, ტალონები, საწვავის. ავიღებთ ერთ 3 წერტილს დაახლოებით და დავდებთ მერე გავათამაშებთ ვინც პირველი აბრძანდებით. გადმოგეცემათ სოკარისგან აი ეს საჩუქრები. წავედით. ინიშნებები რო იცოდეთ, სად მივდივართ. ეს იქნება ჩვენი პირველი ლოკაცია. მეგობრებო, საკმაოდ ადვილი ლოკაციებია. აი ეს არის პირველი ჩვენი ლოკაცია. მოდი შესაღებას ვიგასმევინე. ეს მეორე, ეს მანქანა. არ მარტივია მოხდა. აბა ციფრი რატომ წამოიღება? ავიღეთ მეორე ლოკაცია. მაქსიმალურად ლაითია ესეც. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. ვინც პირველი ამოვა, ვინც ამ ლოკაციებს აიღებს, არანაირი შეზღუდვა არ აქვს არაფერში. სასურველია უფრო მეტად სტოკება მიიღოთ მონაწილეობა, იმიტომ რომ მაქსიმალურად მეტად დათომ ისე გავაკეთეთ ეს ადგილები, რომ ფაქტობრივად სასტოკო ადგილებია. ახლა ვინმე შემოვარდება ისეთი მომზადებული მანქანა, რა თქმა უნდა, ვიშიც აიღებს ამ ლოკაციებს. საიდან მესამე ლოკაციას დავდებთ აქ. ეს მესამე ლოკაცია ჩვენი. ესეთი პატარა რუსავით არის გადასავლელი. აუცილებელია ხესთან მიხვიდეთ ახლოს, რომ ჩანდეს ხედან თქვენი ფოტო. ახლოს უნდა იყოს მაქსიმალურად მისული ხესთან მანქანით. დაღებავიდან ხა მამა დამელო. აბა, აი უნდა შევიდეს მანქანით. აი ეს იქნება მეოთხე წერტილი ჩვენი. აი ესეთი ტალახია. გვერდზე უნდა შემოუვაროთ თხილად და მოხვიდეთ მანქანით აი აქამდე. დაო იმას აქვთ? მოდი. დააწერინი აბა ლამაზად. ჯერ ხელი იქით. ოპა, მომეც ხელი? აბა წავიდა. ესეც 4. ესეც მე-4. წავედით შემდეგი. მოკლედ ერთი ლოკაცია კიდევ. ბევრს ეცნობა ის ადგილი. აქ ჩამოსულები. არაფერი ისეთი არ არის. აქედანვე შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტო და აგერავიდეთ მანქანიდან წერტილს.
ეს მე-6-ია, ხო? მე-5. თითელიც ეს 5-იანი ყველაზე ლამაზი გამოვიდა. ძალიან ხარი უბერავდა და თითელიც მომეცი რაიც. ვარ გააყალბონ. მეორეც გააქვს. ისე ვისაც ამბიცია ექნება, კარგი შეუძლია აი ესევე გადმოვიდეს პირდაპირ. დიდი არაფერი არაა, ყველა მიცით დამშრალი როცა იყო. ჩანდა. გააწითლე? მაინც რო. გააყალბონ. წავედით. დღეს წვიმაა გამოცხადებული, ხვალე შეიძლება მოიმატოს ხვალე. ვინ შემოიმანდა? როგორ გაბლატავებული დადიხარ ახლა? როგორ ნელ-ნელა შემოვედით არადაშიშით? წავედით. ესეც მე-6-ე. მე-6-ია? გარშემო ესეთი მდგომარეობა. თავარია ზუსტად იცოდეთ საიდან შემოხვიდით რომ მანქანა არ დაზიანდეს. ესე მარტივად ამოვლენ რა თქმა უნდა. მოკლედ დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული. მარჯვნივ. ხო. პირდაპირ და მე მარცხ. ეს ნატერი მაქსამიდე. ესეც მე-7 წერტილი ჩვენი. აი ესეთი ლაითი გადასასვლელი იქნება, დიდი არაფერი. ესეთ ჭილზე. ვიდა? მოდი. აბა დავიდა. ეხანა კიდე ლამაზად დავწოვე. მოწოც დაუკატავე. ოპა, აგარი რვია. ეს რვია. ეს შენი ბაღის მასწავლებელი. ტაბლა ჯობია, ტაბლა. აი ძირზე. ტაბლა განადგურებული. ოტა რა ძიებ. ზადრით არ მოვიდა. მამა, გამიცანი. აი კი დავდი. მამა. იბოთ. ეხლა მამა დავაჭედო და მამა. ეხლა მაინც დავაჭედო. აი ესეთი პატარა წინა ყუბა გექნებათ. რა? ხოლთ აქამდე. აჰა. აგასტო. ზედარმის. ესეც მე-9 ლოკაცია. მაგარი ცხია. წავედით. ესაც ჩვენი მე-10 წერტილი. სულ გვექნება მეგობრებო 10 წერტილი. და თითქმის ყველა ადვილად მისასვლელია, დიდი სირთულეები არსად არ არის. ვფიქრობ, რომ ცოტათი აგრესიული საბურავებით ფაქტობრივად ყველა მანქანა მოვა წერტილამდე. თუ ჯალამბარი გყენიათ უკეთესი. მაგრამ ჩვენ არსად არ გამოგვიყენებია ჯალამბარი, აგერ 35-მდიანი საბურავებით ადგილამდე მოვედით თითქმის ყველგან. თუ არ ჩავთვლით რაღაც გარკვეულ 3 და 4 მეტრს, სადაც პატარა წყალი იყო და დაჭაობებული ადგილი. ათიანი ძნელი დასაწერი. აგერ ესეც 10. შეგიძლიათ აქედან დაიწყოთ. 0 ჩათვალოთ,
ნებავთ 10-ად. ეხლა დათომ იმიტომ გააკეთა, რომ ზოგმა 0-დან დაიწყოს, ზოგმა პირველიდან, რომ ერთი და იგივე ლოკაციები. ო, არა, საიდან? ერთ გზაზე რომ არიაროს ყველამ. ო, საიდანაც უნდა ვისაც. შეფერხება რო არ მოხდეს ერთმანეთთან და რო არ შეუშალოთ ხელი ერთმანეთს. მეგობრებო, მოკლედ ესეთი სიტუაციაა. всё, წავედით. დავამთავრეთ. 10-ვე ლოკაცია. და მოკლედ დაახლოებით ჭილის ტბის მიდამოებში, რა სიტყვი დავით, მოდი ერთად გავიაროთ. მაგიდებთან. ხო, მაგიდებთან არის ახლოს ეს 10-ვე ლოკაცია. და როგორ მოვიფიქროთ, ეხა იცი როგორ გავაკეთოთ, კარგად რო გამოგვივიდე, ეს აი მაგალითად აგრესიული საბურავებით და არა აგრესიული საბურავებით, ანუ MT-ებით და სამართლიანი რო იყოს. ხო. ორი პირველი ადგილი გავაკეთოთ, ერთი პირველი ადგილი გავაკეთოთ აგრესიული საბურავებით და ნებისმიერი მანქანით, მეორე პირველი ადგილი გავაკეთოთ არა აგრესიული საბურავებით, ანუ და ნებისმიერი ჩვეულებრივი MT ან AT რა. ხო. და ეხა რო განსაზღვროთ, გავმიჯნოთ MT საბურავები, აი მაგალითად გუდრიჩები, ხო არა აგრესიულში გადის, ხო. კომფორტერები ჩვეულებრივი. არა აგრესიულში გადის, ანუ აგრესიულში გადის. მოგროს საბურავები, ჯერდის საბურავები, მაქსისის საბურავები, კბილებიანი ხო და კბილებიანი საბურავები, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ყველა არის არა აგრესიული. ანუ ასეთი კბილებიანი და აგრესიული საბურავები იქნება პირველ ადგილზე ვინც გავა ყველა 10-ვე წერტილს აიღებს და პირველი დადებს კომენტარებში 10-ვე ფოტოს ატვირთავს 10-ვე ფოტოს, ნახოთ და პირველ ადგილზე გამსვლელი ის იქნება და მეორე არა აგრესიული საბურავებით რომელიც იქნება იგივე სიტუაციაშია 10-ს აიღებს 10-ვე წერტილს, ან თუ თქვა 9 წერტილს აიღებს, ან 8 წერტილს აიღებს, თავის თავზეა დამოკიდებული. პირველი 10 წერტილი ვისგანაც ჩავარდება აგრესიულ საბურავებში და არა აგრესიულ საბურავებში ის იქნება გამარჯვებული. წერტილების აღება როგორ ხდება, ეგეც ხო, მნიშვნელოვანი. ეგ რომ მანქანა უნდა მივიდეს აი ამ ნიშნულთან, ერთი ხელი წაავლოთ ნიშნულის დაფას, მეორე ხელი მანქანას და სურათი ორივე რო ჩანდეს, ისე არ იყოს მარტო ადამიანი ჩანდეს, რომ დაფიქსირდეს რომ ახლა მივიდა მანქანით. და აუცილებლად მე იქ პატარა ვიდეოც გააკეთოს, ეს 10 წერტილს რო აიღებს თავის მანქანაზე, რომელი საბურავით აიღებს. მივიდეს და გადაუყოს, ისე რომ მანქანაც ჩანდეს და საბურავიც რა საბურავიც იღებს. ну ეხა დავიჯერო ვიღაც ამაზე არ დაიწყებს რაღაც ისეთ იმას ხო საბურავებს არ გამოცვლის და წერტილთან სასწრაფო ეს არის სრულიად გასართობი და რა ვიცი სახალისოა თქვენთვისაც ჩვენ ხვალე კონზე მივდივართ კონიდან სალომეს მთაზე დავდეთ გასვლა და მოკლედ ვისაც დრო გექნებათ შეგიძლიათ ამობძანდეთ და გაერთოთ ხვალე დილას დაახლოებით 10 საათისკენ დაიდება ეს ლოკაციები კი ბატონო, ლინკის სახით იქნება და ამ ლინკიდან ყველა შეგიძლიათ რომ გადმოწეროთ ფაილი, იქნება JPEG ფაილი, KML ფაილი, როგორც წესი JPEG-ს გახსნით ადვილად ოსმანში ან სხვა ესეთ აპლიკაციაში და ამ კოორდინატებს დაინახავთ, რა მაგაში საათელი ლინკი შეგვიძლია დღესვე დავდოთ სხვა კოორდინატებით, რომ ასე ვთქვათ, დაამუღამოთ როგორ ხდება ეგ რომ მაგაზე დრო აღარ დაიკარგოს მე. ან ჩვეულებრივად იმეებს დავდებთ, კოორდინატებს დავდებთ, რიცხულ კოორდინატებით შეგვიძლია ჩამოვყრით, ხო, მასეც იქნება 10 წერტილზე არ არის პრობლემა. კი, იმ 10 წერტილს დავთ იმასთვის დავთ, როგორ ვქნათ, იცი, კომენტარებში ჩავყავოთ ეს 10 წერტილი რა და ფაილის იქნება და კომენტარებში იქნება 10 წერტილი. ნუ მთავარი არ დაგავიწყდეს ფოტოს გადაღება წერტილთან რომ მიხვალთ და არ დაგავიწყდეთ ის რომ რომელი საბურავით ხართ იქ მისული რომ ჩვენ განსაზღვროთ ადვილად აგრესიული საბურავებით ხართ მისული თუ არა აგრესიული საბურავებით. სტარტთან დაკავშირებით ან დაახლოებით მაგიდების გარშემო არის და ეცადეთ რომ იქ ახლოს იყოთ და ანუ ქალაქი არ დაჭიდეს ვინმეს დასტარტვა და ქალაქში ჩქარი სიარული ეგეც რისკია ხოლმე და ფეჯებს არ ვქო. ну იწება ეხლა თქვა აი მიმდებარე ტერიტორიიდან აი სოფელ დიდგორზე ვართ ეხლა ჩვენ აქ გამოსულები და სოფელი დიდგორის მიმდებარე ტერიტორიიდან დავიწყებთ ამ წერტილების ათვლას გაფანტული იქნება წერტილები ისე არ არის რომ ერთი მიმართულებით იყოს წერტილი ხელი რომ არ შეუშალოს ერთმანეთს არ გვაქვს ისე ეს წერტილები გვაქვს მაქსიმალურად ისე რომ რამდენიმე მანქანამ ერთდროულად შეძლოს ამ წერტილების აღება თუ მაინც მოხდა რომ საცობი შეიქმნა რაღაც წერტილზე, ნუ გაუფრთხილეთ ერთმანეთს და ასე ვთქვათ, უსაფრთხოების წესები არ დავარღვიოთ, ეს მაინც სამოყვარულო შეჯიბრი არის და ასე ვთქვათ, ყველამ ერთად ვისიამოვნოთ, ეგ არის ამის მიზეზი.
კი ბატონო, და ისიც აღნიშნოთ, ხო, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რომელი წერტილიდან დაიწყებ, შეგიძლიათ 0 წერტილიდან დაიწყოთ, შეგიძლია მე-7 წერტილიდან, თავარი 10-ვე წერტილი გქონდეთ მონიშნული ფოტოზე, მანქანა ახლოს მისული, გადაღებული ფოტოთი, კიდევ ერთხელ ვიძახი ამას და ისე გქონდეს აპირთული კომენტარებში. ჩვენ პოსტს სადაც დავდებთ, ანუ 10 საათზე, სადაც პოსტი დაიდება, იმ პოსტის კომენტარებში გთხოვთ ატვირთეთ. მერე ჩვენ ამას მოგვიანებით ვნახავთ, ჩვენ შეიძლება მიუწვდომელი გქონდეს ტელეფონი და არ იჭერდეს რკონის მიმართულებით, მაგრამ მოგვიანებით როცა ჩამოვალთ ვნახავთ, თქვენ თვითონაც შეხედავთ, ანუ პირველ ადგილზე ვინ იქნება გასული, თქვენთვისაც ძალიან ადვილად სანახავი იქნება ეს პოზიცია და აქედან გამომდინარე ყველა მიხვდებით რომ პირველ ადგილზე აგრესიული საბურავებით რომელი გავიდა და არა აგრესიული საბურავებით ანალოგიურად პირველ ადგილზე რომელი გავიდა. ასე რომ მეგობრებო, ხვალამდე გელოდებით მშვიდობიან გართობას გისურვებთ, მოურთხილდით თქვენ მანქანას, მოურთხილდით ერთმანეს, ეს მხოლოდ გართობაა და მეტი არაფერი. რაც შეეხება პრიზებს. პრიზებს რაც შეეხება პირველ ადგილზე გასულებისთვის იქნება 50 ლიტრი საწვავი, მნიშვნელობა არა აქვს აგრესიული საბურავით გავალთ პირველ ადგილზე თუ არა აგრესიული საბურავით გავალთ პირველ ადგილზე. სოკარ ჯორჯია პეტროლიუმისგან იქნება პრიზები 50 ლიტრი საწვავი პირველ ადგილზე გამსვლელისთვის, როგორც აგრესიული, ასევე არააგრესიული საბურავებით. ანუ მხოლოდ და მხოლოდ იქნება ორი პირველი ადგილი. აგრესიული და არააგრესიული საბურავების. აგრეთვე დამატებით გვექნება ავტოქიმიისგან, GTI ავტოქიმიისგან, ჩვენი ჯაბასგან ორი ვაუჩერი სრულ ასორტიმენტზე. საკმაოდ კარგი პრიზია ორივე და მოკლედ ვიხალისებთ. წარმატებულ ხვალინდელ დღეს გისურვებთ ყველას მეგობრებო. შევხვდებით ერთმანეთს და ცალკე პირადად გადმოგცემთ შემდგომ თქვენს პრიზებს. აბა წარმატებები. დავით, რას დავამატებ? არაფერი, წარმატებებს ვუსურვებ ყველას და დავიჭოთ უსაფრთხოების წესები, პირველი თხოვნა იქნება. სიამოვნება მივიღოთ ყველა, მაგრამ რაიმე რისკი არ ავიღოთ, არც არის გზაზე ესეთი რამე, მაგრამ ექსტრემალურ სიტუაციაში როცა იქ ასე ვთქვათ, ემოციებია მოზღვავებული, ყოველ შეიძლება როცა რისკი აიღოს და ამას მოვერიდოთ, სიამოვნება მივიღოთ წნადია. აუცილებლად. გაგემშვიდობებით მეგობრებო, წარმატებები ყველას.